ძალიან დიდი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელი იყო. დიდი ხანი ვიცნობდი მე ბუდუს, ვიცოდი მის შესაძლებლობები ბავშვობიდან. ბუდუს არ გამორჩევა ძნელი იყო, იმიტომ რომ თავდასხმელზე ძალიან ბევრს ლაპარაკობს მისი გატანილი გოლები. ეს გოლის გატანის ალღო ისეთი უნარია, რომელიც მე რაც ვნახე არ ისწავლე. იმდენი გაქონდა, რომ იმის არ დანახვა უბრალოდ შეუძლებელი იყო. რო იტანდა გოლს, ხო ნუ ჩავთვალე, რომ კარის წინ დაყენების შემთხვევაში უფრო მეც გაიტანდა, რაც მართალი აღმოჩნდა. ლეიტმოტივად რაც ბუდუს კარიერას თან გასდევს არის ის, რომ ყოველთვის იბრძოდა, ყოველთვის იკითხებოდა, რომ ქონდა მეტი რესურსი და შეძლოდა აითვისა ეს რესურსი. მოგვიწია ერთად მუშაობა 19 წლამდე ნაკრებში. ახლა ნახევრად ხუმრობით ვამბობ, რომ როცა ჩვენ მუშაობდით ერთად 19 წლამდე ნაკრებით ევროპის ჩემპიონატზე გავედით, არასოდეს არ იყო ეგ მომხდარი და პირველად მოახერხა ქართულმა ასაკურებმა ნაკრებმა და შემდეგ სამტრედით ჩემპიონები გავხდით და არც სამტრედი არ ყოფილა ჩემპიონი და სულ ისეთ რაღაცებს ვაკეთებდით ხოლმე, რომ ჩვენზე არ გვიხარებოდა და ყველას ვახარებდით და ასე რომ შეიძლება ითქვას, რომ აი 100%-ით ნდობა ერთმანეთის მიმართ და ამან განაპირობა ეს ჩვენი წარმატება. წარმატებისთვის აუცილებელი პირობა იყო დამოკიდებულება საქმისადმი და დღესაც ესია. უსაზღვროდ შეყვარებულია თავის საქმეზე და ის არ არის სპორტსმენი იმ საათნახევრის მანძილზე, როცა ის მოედანზე მოდის. ის სპორტსმენია თავის მოწოდებით და 24 საათის მანძილზე ფიქრობდა ფეხბურთზე, ფიქრობდა ვარჯიშის მერე მომავალ ვარჯიშზე, ისვენებდა და რაც გამოარჩევდა სხვა ბავშვებისგან. ყველაზე საკვანძო ალბათ იყო უიპეშტში იჯარით რო იყო და იქიდან რო დააკამბექა. მერე იყო ფეჰერვარში პრობლემები, იმავე უიპეშტის ძველი გუნდელების და გულშემატკივრების ძალიან კარგი ჟესტი ბუდუსთან, ბუდუს ასეთივე ჟესტი და ერთადერთი მაგამ ბავშვი, ვისაც რამე შეეშალა, იყო ბუდუს იმჟამინდელი კლუბი, რომელსაც მეორე გუნდში გადაიყვანა. მე მგონი სადღაც მახნა თქვამი რომელიღაც გადაცემაში თვითონ იცის და შეერი მგლის ინსტინქტი. სულ მაგას ვეუბნებოდი ხოლმე რომ თამაშიც ნუ აბა ზიბო შეერი მგლის ინსტინქტი გააქტიურე. იგივე გაიზამს ალბათ იმიტომ რომ მიზან დასახულობა თუ ისევ ხასიათს დაუბრუნდებით და კითხვას და არა მარტო ეს ხასიათი აქვს ფანტასტიკური. სახალხო ფეხბურთელი სიტყვას შეთანხმება რომელიც ბუდუმ აიკიდა და ბუდუს მიესადაგება უპირობოდ უბრალოდ არ მოვიდოდა. ამინდა კიდე ბუდუზე ვთქვა, რაც აუცილებლად სათქმელია და ბევრმა ხალხმა უნდა იცოდეს ეს, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, რომ სამაგალითო ფეხბურთელია. 30 წლის ასაკში მოახერხა ბუნდესლიგაში გადასვლა და ბევრი 30 წლის ასაკში ფეხბურთს თავს ანებებს მენტალურად და მომავლისთვის არის მაგალითი, რომ თუ შრომობ, თავდაუზრუნავ და შენ გჯერა შენი მიზნის და იმედის, აუცილებლად იმას მიაღწევ და ეს ბუდუ არის ამის აშკარა ცოცხალი მაგალითი და რო უყურებ ჰაიდენჰაიმის თამაშებს ძალიან კარგი ფანები ყავს, მაგრამ მით უმეტეს იქ რო ხა ქართველები იქნებიან, ბუდუსთვის გვერდში დგომა რა თქმა უნდა და დიდ ემოციებს იგრძნობს ჩვენი გამხნევებით. ფიქრობ საჭირო დროს, საჭირო ადგილას ვიქნებით. ერთი ხადია ნაფიქრი მაქვს ამ ამბავზე და ნაფიქრი მაქვს ბუდუს პრიზმაში, ნაფიქრი მაქვს ჰაიდენჰაიმის პერსპექტივაში, მაგრამ დავფიქრდი მოწინააღმდეგე ბოხუმის პერსპექტივაში. ამდენ ხუთჯვრიან დროშას რო დაინახავენ გამოშტერდებიან, ანუ ვერ მიხვდებიან რა ხდება. ხო, ნუ იქ ქართული წარმომადგენლობისგან საუცხო ატმოსფერო იქნება, მაგრამ ცხადია მთავარი რაც იქნება ამ შემთხვევაში. ბუდუს ექნება ორმაგი мотиваცია, რომ ის ტონუსის ნაკლებობა, რაც ბოლო კვირებში ისევ და ისევ ამ მეჩას მიყენებულმა ტრავმამ განაპირობა. დააკამბექოს იმ მაყურებლის მუხტმა, არა მარტო ბუდუს ყველა ფეხბურთელისგან ვიცით, ხო, რომ როდესაც რაღაც შესაძლებლობის ზღვარზე გადიხარ, მაშინ მაყურებელი გამატებინებს. და თან ამდენი ქართველი კომაგი, თან ბუდუსთვის მნიშვნელოვანი ხალხი, მოკლედ ბოხუმისთვის კარგ საქმეს აკეთებთ მეთქი რომ გითხრა მოგატყო. დიტერ ჰეკინგი ამ გადაწყვეტილების ბედნიერი ვერ იქნებოდა, რას ვერ ვიტყვით ჰაიდენჰაიმზე. გულშემატკივარი იქნება გადამწყვეტი, იმდენად თანაბარი ძალების მქონე გუნდები არიან და ძალიან მაგარია რომ ჩვენი წილი შეგვიძლია სიტყვა ვთქვათ და როლი ვითამაშოთ, დავეხმაროთ ბუდუს, დავეხმაროთ მის გუნდს. თუ გულშემატკივარი ფეხბურთს არ ყავს, ფეხბურთს აიკარგება აზრი. თქვით უკვე რომ სპორტი და ფეხბურთი არის გულშემატკივრისთვის.